მე ვიტყოდი რომ ჩვენ თავისუფლების მოედანში გვაქვს დისკუსია ამის შესახებ, მაგრამ პრინციპში ყველა არის განსხვავებული მოსაზრებები, როგორ შეიძლება უპასუხო ასეთ კითხვებს, მაგრამ თავარი საბრძოლოა ჩვენ როცა ხვდებით მართლა უბრალოდ მოქალაქეებს და არა პოლიტიკოსებს, არის ის რომ ბევრად უფრო ყოველდღიური და რთული პრობლემები აწუხებთ, ვიდრე ის კარუსელს როგორ უნდა უშველო ან რაღაც არჩევნებზე კონკრეტული ტექნიკური საკითხი როგორ უნდა გადაჭრა. ანუ ბევრად უფრო პოლიტიკური პრობლემები არსებობს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემები არსებობს, რომელიც აინტერესებს საზოგადოების უმეტესობას. და ამიტომაც ამ პრობლემებს თუ არ ცვლის ხელისუფლება, უნდა შეცვალოს საზოგადოებამ ხელისუფლება. ხო? ლოგიკა ეს არის და შეცვლის არჩევნების გზით. არჩევნებს აქვს თუ არა აზრი იმ პირობებში, იმ საარჩევნო კოდექსის, იმ სასამართლო თავისუფლების, იმ ადამიანის უფლებრივი თავისუფლების კუთხით, რაც შექმნა ქართულმა ოცნებამ მის ხელისუფლების პირობებში. ამაზე ლაპარაკობს სურაკიშვილი. მე ვთვლი რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა კონკრეტული პარტიების გამარჯვებაზე, არამედ უნდა ვილაპარაკოთ იმ სიტუაციაზე, სადაც საქართველო გაიმარჯვებს. საქართველო გაიმარჯვებს იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება დემოკრატიულად ხელისუფლების გადაბარება. თუ ეს შესაძლებლობა არ იარსებებს, ზოგადად არ იარსებებს, ან თეორიულად ეს არ იარსებებს, ცხადია საქართველოსთვის ეს იქნება სიკვდილი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. ანუ მაშინ ჩვენ უბრალოდ სახელმწიფო რისთვისაც შევქმნით, ეს აღარ გვექნება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამართლიანი არჩევნების ირგვლივ რაღაც გარკვეული დისკუსიების წარმოებაც და მუშაობაც და გაერთიანებაც და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს რეალურად არ არის რომელიღაც კონკრეტული პარტიის გადარჩენის საკითხი, არამედ არის საკითხი, საერთოდ საქართველოს 91 წელს რო გახდა დამოუკიდებელი, რისთვის გახდა დამოუკიდებელი? იმისთვის რომ შესაძლებლობა ქონოდა რომ საკუთარი თავი ემართა, თუ საქართველოს უნდა მართოს ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა, ან ჯგუფმა, ან რა ვიცი, გარეძალამ თუ შედაძალამ, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. აი, დღესასწაული ვითარებით რა შანსს ტოვებს ქართული ოცნება დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს? რას ფიქრობთ? დღევანდელი სიტუაცია არის, როდესაც პარტიებს ემუქრებიან გაუქმებით, როდესაც არის პოლიტიკური პატიმრები, როდესაც მედიას უზღუდავენ შესაძლებლობას რომ იმუშაონ, პოლიტიკურ პარტიებს უზღუდავენ შესაძლებლობას რომ დაფუძნდნენ, აი მაგალითად ჩვენ მოგვიწია ნახევარწელი ჭიდაობა რაღაც საჯარო რეესტრთან, რომ საერთოდ გაეფორმებინათ და დავერეგისტრირებინათ. არის უამრავი შეზღუდვა გამოხატვის, მაგალითად შეკრების თავისუფლება არის შეზღუდული, აი მაგალითად თუ პოლიციას არ უნდა საშუალებას არ მოგცემს რომ შეკრიბო შენი მომხრეები საჯარო სივრცეში. კი ბატონო. ხო, ანუ ესეთ პირობებში, რა თქმა უნდა, არის უზარმაზარი სხვაობა შესაძლებლობებს შორის. ანუ ეს აღარ არის დემოკრატია, სადაც ერთ პარტიას აქვს ყველა შესაძლებლობა და ყველა დანარჩენს აქვს მხოლოდ ის შესაძლებლობები, რასაც ეს ერთი პარტია გადაწყვეტს. და ცხადია ესეთ დროს ეს არჩევნები არის ერთი ეპიზოდი ამ მთლიანი მუშაობის. იმიტომ რომ დემოკრატია რო არსებობდეს, დემოკრატიული პროცესი გულისხმობს იმას, რომ მაგალითად მე უნდა მივდიოდე ამორჩეულთან და უნდა პირდებოდე და მასთან ერთად შევმუშაო იმ პრობლემების გააჭრის გზები, რომელიც მას აწუხებს. და თუ ეს შეხვედრაც კი შეზღუდულია, ცხადია რომ იმ ადამიანს არჩევანის სიამდვილეში უკვე აღარ აქვს, ისე როგორც ემიგრანტებს არ აქვს და ასე შემდეგ. მაგრამ რა სიტუაცია იქნება არჩევნების დროს, მან ჯერ არ ვიცი. ანუ პროგნოზირება შეგვიძლია, მაგრამ პროგნოზირება უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ იმისი, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ შევლენ ადამიანები არჩევნებზე, არამედ უნდა მოხდეს ცხადია იმისის, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ არ მივა სხვა პოლიტიკური პარტიები, ან მხოლოდ ნაწილი მივა. განვიხილოთ ორივე ვერსია. ეხლა მე მგონია რომ ადრეა ამაზე, ანუ თვითონ პოლიტიკური სტრატეგიების განხილვა, ეს საჯარო ეთერში მე მგონია რომ საერთოდ არც არის საინტერესო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, იმიტომ რომ დიდ ნაწილს საერთოდ არის თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ მეტნაკლებად მაინც თავისუფალი არჩევნების შანსი. ანუ რა გვინდა ვიცით? ანუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული საქართველო, ჩვენ გვინდა რომ საქართველოს გაიმარჯვოს. როგორ უკვე არის სტრატეგია, ანუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. ქართული ოცნება ამბობს რომ გვაქვს ჩვენ ასეთი საქართველო, მშვიდობიანი, დემოკრატიული, სადაც მავნებელი არის ოპოზიცია და ისინი უნდა განადგურდნენ, უნდა აიკრძალოს ყველა პოლიტიკური პარტია, არა მხოლოდ ლიდერები, არამედ მათი მომხრეებიც კი, ერთმევა ჩანსი არჩევნებში მონაწილეობის, ემიგრანტებზე აღარ მაქვს ლაპარაკი და ეს ცალსახად ანტიკონსტიტუციური ჩანაწერია და პარალელურად 10-15 წლიანი სასჯელები ემუქრებათ ლიდერებს. და ზურაგირჩე ზუსტად აქ სვამს შეკითხვებს, რომ თუ დღეს მე ამკრძალავენ, თქვენ, ვისაც მონაწილეობის მიღება გსურთ,
ნებისმიერი ტიპის არჩევნებში ან ქართული ოცნების თამაშის წესებით შემოთავაზებულ არჩევნებში თქვენ რა გარანტია გაქვთ, რომ ხვალ თქვენ არ გახდებით მათთვის რადიკალი მიუღებელი და სისტემურიდან არ გადაინაცვლებთ ასაკრძალებში? ზურას ვიდეოში მე რაც მოусმინე, ის საუბრობთ მხოლოდ შეზღუდვებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მას აქვს ასევე შესაძლებლობებზე საუბრის შესაძლებლობაც და უნარიც. რა შესაძლებლობები? ამიტომ მე მგონია, რომ პოლიტიკა ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება. და ეს შესაძლებლობები მარტო ჩვენგან დამოუკიდებლად კი არ არსებობს, არამედ ჩვენთვაც ქმნით ამ შესაძლებლობებს. და მთავარი შესაძლებლობა არის საზოგადოების განწყობა. საზოგადოების განწყობა დღეს არის ბევრად უფრო კაფიო, რომ ეს უნდა შეიცვალოს დღევანდელი ვითარება, ვიდრე იყო თუნდაც 2 წლის წინ. იმიტომ რომ 2 წლის წინ ჯერ კიდე არსებობდა რაღაც ილუზია, რომ ამ ხელისუფლებას თითქოს უნდა ევროპაში ჩვენი შეყვანა, თითქოს უნდა მართლა უნდა რომ დაიცვას ვიღაცებს ეგონათ, რომ მართლა უნდა რომ დაიცვას გარე რაღაცა იმებისგან, საფრთხეებისგან და ასე შემდეგ. და ამ წლების განმავლობაში ნელ-ნელა ხედავს ეს საზოგადოება, რომ არაფერი ის რისი ჯეროდათ არ მართლდება. მაგალითად იგივე განათლების სისტემაში იგივე რაღაც ხდება, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცა ყოველ დღე რაღაც ახალ ტყუილს გეუბნება მინისტრი, რომელიც არც უნდა იყოს მინისტრი, მაგრამ ანუ ეს ამ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკა შეგუების ხელოვნებად გადაიქცა და არა შესაძლებლობები. შესაძლებლობას ხელისუფლება მხოლოდ თავისთვის იტოვებს, რასაც მე ვხედავ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მოდი შესაძლებლობები. ჩვენ რო საუბრობთ, ეს არის შესაძლებლობა, ხო? იმიტომ რომ არის ჩვენ რეგიონშიც ქვეყნები, სადაც ეს შესაძლებლობაც არ იქნებოდა, ხო? ანუ სანამ არის ეს შესაძლებლობა, ცხადია, ხო, უნდა გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ ეფექტურად, ხო? როგორ შეიძლება კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ მასმედიის შესაძლებლობა, კომუნიკაციების საშუალებები, სოციალური მედია და ასე შემდეგ, ხო? ანუ ბევრი არის სამუშაო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნას და არსებულები გამოვიყენოთ. ამიტომ მარტო შეზღუდვებზე მე არ ვილაპარაკები, ვილაპარაკები შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, შეზღუდვებზეც უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ის შეზღუდვები განაპირობებს იმას, რა სტრატეგიით მიუდგები შენ პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ თუ ეხ დღეს იტყვი, რომ არაფერს აზრი არ აქვს, რომ ყველაფერს ბიზნესი აკონტროლებს, საერთოდ ჩვენ რო ვლაპარაკობთ, ეხლა ჩვენ რო აქ ვსაუბრობთ, ესეც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა და საერთოდ არაფერი არ გვეშველება ქვეყანაში, მაშინ საერთოდ აზრი არ აქვს პოლიტიკურ საქმიანობას. თუ ქართული ოცნება ყველა შესაძლებლობას არგებს ახალ კანონს, ავტოკრატიულს და ყველა შესაძლებლობის შემდეგ ჩნდება გაცილებით უფრო მეტი სიბნელის პერსპექტივა. მაშინ რა შევებით? რაც უფრო მეტი რეპრესიული კანონი ჩნდება, მით უფრო მეტია ქართული ოცნების მომხრეებში ეჭვი, რომ ეს არ კეთდება მათ საკეთილ დღეოდ, არამედ კეთდება იმისთვის, რომ ამ ხალხმა სამუდამოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება. მაგალითად, ჩვენ თავისუფლების მოედანი ბევრს დავდივართ სხვა რეგიონებში, ხვდებით ხალხს, მაგალითად, თბილისშიც, მათ შორის ხვდებით ადამიანებს და ყველგან არანაირი განსხვავება არ არის, თბილისში ხარ თუ თბილისის გარეთ, არანაირი განსხვავება არ არის მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებში. ისინიც ამბობენ, რომ აი მაგალითად, როცა ეხლა ამასინათ მეუბნებოდა ერთი ადამიანი, რომ მე ვარ ქართული ოცნების მომხრე, საქართველოში არის დემოკრატია. მაგრამ მაშინვე როცა უხსენებ იმას, რომ აი მაგალითად ტროტუარზე დგომისთვის ადამიანი დაიჭირეს, მაშინვე ამბობს, რომ ხო, აი ეგ ნაწილის მართლა პრობლემაა. მე სხვა რაღაცას უხსენებ, იმას სიტყვი, კი, ეს ყველაფერი პრობლემაა. იცის, ყველამ იცის რა არის უსამართლობა. ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვა, მაგრამ მაინც მიდის და ქართული ოცნების მხარდამჭერია და საერთო პოსტთან. არა, აუცილებელი რომ ეს დიდხანს შენარჩუნდეს, ხო? იმიტომ რომ იმ ადამიანებს და ჩვენ, ვინც მათ ვესაუბრებით, იმ პრობლემების შესახებ არაფერი გასაყოფი არ გვაქვს. ჩვენ შორის რეალურად განსხვავება არ არის. ანუ იმ ადამიანსაც უნდა რომ საქართველოს იყოს გამარჯვებული, შენც კი და უბრალოდ მის წარმოდგენაში კიდე არის შანსი რომ რაღაც გამოსწორდეს. ჩვენ წარმოდგენაში უარესობისკენ მიდის ეს ცხოვრება. თუ არსებობს რაიმე ტიპის კვლევა, რომელიც აჩვენებს ასეთი გულწრფელი, ან თუნდაც მოტყუებული ამ მომრჩევლის რამდენი პროცენტი ყავს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ ადმინისტრაციული რესურსი ან მისი
როგორ ვთქვათ, მისი აპოლოგეტები, პროპაგანდისტებიც ცოტა არ არის, იმიტომ რომ ეს არის დაფინანსებული ადამიანები, რომლებიც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში იგრძნობენ თავს კარგად, თუ ისინი მიიღებენ სარგებელს მისგან. და სარგებლობაში არ გულისხმობ ქვეყნის კეთილდღეობას. სამწუხაროდ რაიმე კვლევა ბოლო დროს არ მინახავს, სადღაც 1 წელია სერიოზული კვლევა არ ჩატარებულა, ესეც იმის გამო, რომ შეზღუდვებია სპეციალურად დაწესებული. ეს შესაძლებლობა ორგანიზაციები ვეღარ ახერხებენ ფონდების მოძიებას. აი ეს მაგალითად ხო არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გავაჩინოთ. აუცილებელი არის, რომ ეს კვლევები ჩატარდეს იმისთვის, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რა ხდება საქართველოში. მაგრამ არსებობს დაკვირვება, ხო, საღი აზრის დონის დაკვირვებაც, ჩვენ ხედავთ, მათ შორის იმ ხალხს, ვინც მუშაობდა პროპაგანდაზე, რომლებიც წამოვიდნენ და თქვეს, რომ დამთავრებულია ეს, ჩვენ აღარ გვიღირს, რომ მემსახუროთ ტყუილს. და არის ხალხი, რომელიც რა ვიცი, ხელისუფლების ნაწილი იყო, სადღაც რამდენიმე თვის წინ და დააპატიმრეს და მათი ოჯახის წევრები რა ძალიან ეჭვებარება, რომ ბედნიერები იყვნენ ამით. ესე რომ ღარიბაშვილის ოჯახის შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვით. ბედნიერები არიან და სტატუსებს უძღვნიან ბიძინა ივანიშვილს. კონკრეტული ოჯახებს არ შევაფასებდი, მაგრამ ვიცი რომ არიან ადამიანები, რომლებიც დღეს არიან ქართული ოცნების წევრები, რომლებიც ცხოვრობენ შიშით, შემდეგ იქნებიან თვითონ. და ასეთ პირობებში კი შეიძლება ვიღაცამ დააშინოს მეორე ადამიანი და მიიყვანოს საარჩევნო ყუთთან და ჩააგდებინოს რაღაც, მაგრამ შანსი მიეცემა თუ არა, დაინახავს თუ არა, რომ უმრავლესობა საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და დაინახავს თუ არა ალტერნატივას, მაშინვე შეიცვლის თავის ამ განწყობას. ანუ დაახლოებით ესეთივე რიტორიკა იყო 2012 წელს. 2012 წელსაც იყო ლაპარაკი, რომ რა აზრი აქვს არჩევნების ჩატარებას ყველაფერს აკონტროლებს ნაციონალური მოძრაობა. მაგრამ ნახეთ, რომ შესაძლებელი იყო. ეხლა ცხადია ამ ორი ხელისუფლების შედარება რთულია. ნაციონალური მოძრაობის პერიოდის საარჩევნო კოდექსი ან ადმინისტრაციული რომ თესკოში იგივეა, რაც ახლა არის. არა, მაგრამ განწყობა იყო მსგავსი. განწყობა საერთაშორისო გლეხიკაცის თვინ არავინ არ არის, ეს არის კლასიკურად დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც გვესმის ყველგან, გაუცნობიერებელს. პესიმიზმი არ შველის გამარჯვებას, ეგ ნამდვილია. ხო და აი მაგალითად მე 2013 წელს ვაკვირდებოდი მას მერე რაც შეიცვალა ხელისუფლება საერთაშორისო გამოხმაურებას და უბრალოდ არ ჯეროდათ, რომ შესაძლებელი არის საქართველოსნაირ ქვეყანაში დემოკრატიულად შეიცვალოს ხელისუფლება. მაგრამ ეს ხომ მოხდა 2012 წელს. მაგალითი საზოგადოებას და არ არის გამორიცხული რომ კიდე მოხდეს. როგორ? ჩვენ თუ იმუშავებთ მაშინ მოხდება აუცილებლად. კი ბატონო, ამ მუშაობაზეც უნდა ვილაპარაკოთ. 2012 წელს ახსენეთ თქვენ, რომ საზოგადოებაში იყო მსგავსი განწყობა, მაგრამ ეს სტერეოტიპი და მითი ხო დაიმსხვრა. 2012 წელს ხელისუფლებამ წააგო და მან მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება გამარჯვებულს. მაგრამ ჩვენ უკვე 2018 წლის შემდეგ განსაკუთრებით ვნახეთ არაერთი სადაო ლეგიტიმაციის ხელისუფლება და არჩევნები, რომელიც არ იყო ბოლომდე აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან 2018 წელს გულისხმობ 2021, მაგრამ აი უკვე 24 წლის არჩევნები პრაქტიკულად უდიდეს და უსერიოზულეს დარღვევებზე საუბრობს სეუთო ოდირი, საერთაშორისო ყველა დამკვირვებელი და ახლა დამკვირვებლების შანსიც კი აღარ აქვს ქვეყანას. ხო, რა თქმა უნდა, სიტუაცია უარესდება, ანუ ნაკლები დემოკრატია გვაქვს დღეს, ვიდრე ქონდა 2 წლის წინ და 1 წლის წინ. ეგ ფაქტია. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ პირობებში ვიმუშაოთ, ცხადია, იგივე არ უნდა იყოს, ანუ ეს დისკუსია დღეს რაზეც ვჯელობთ, არ უნდა იყოს იმისი ეკვივალენტი, რაზეც ვჯელობდით 2 წლის წინ. ცხადია, რომ უნდა ვჯელობდით ახალ შეზღუდვებზე, მაგრამ ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე თუ არ ვიმუშავებთ და მხოლოდ შეზღუდვებზე თუ ვილაპარაკებთ, მაშინ უბრალოდ უნარი არ გვექნება რამის შეცვლის. მხოლოდ ვიქნებით ანალიტიკოსები. ანუ ჩვენ ხარ ვართ პოლიტიკაში იმისთვის, რომ უბრალოდ ანალიზი გავაკეთოთ. აი ამ ეთერში ვართ და ვსაუბრობთ ამ საკითხზე. კიდე რა შესაძლებლობა აქვს არჩევნების მეტნაკლებად თავისუფლად ჩატარებას და ოპოზიციის გამარჯვებას? ჩემი აზრით, თავარი შესაძლებლობა არის საზოგადოების განწყობა. ანუ საზოგადოების განწყობა თუ იქნება, რომ არსებობს ალტერნატივა და ვიცით, ვინ არის ალტერნატივა, რომ უბრალოდ უკეთესობა კი არ გვინდა, არამედ ვიცით, რომ ცვლილების შემთხვევაში არ გვემუქრება საფრთხე. მაგალითად, ვიცით, რომ ალტერნატივა არ იქნება იმაზე უარესი. ეს საზოგადოებრივი განწყობა მე ითარგმნება ხოლმე არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ
ცვლილებებში, იმიტომ რომ მე უკვე პოლიტიკოსები წვანაათ იწამენ მოქცევას, მათ შორის ხელისუფლების წევრებიც. იმიტომ რომ იციან, რომ ცუდად არის საქმე და იციან, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თუ მათ წინააღმდეგ არის, მაშინ ეს მხოლოდ იმას კი არ ნიშნავს, რომ ციფრები რაღაც ეუბნება. იმას ნიშნავს, რომ მათი ოჯახის წევრები არიან, მათი თანასოფლელები, თანაგუნდელები, ბიზნეს პარტნიორები და ასე შემდეგ არიან ამაში ჩართულები, ხო? ეს შეიძლება უნდა გაჩნდეს და ეს არის მთავარი სამუშაო. ყველაფერი დანარჩენი მე არის ტექნიკის საკითხი, ხო, რომ აი როგორ თარგმნი მე ამ უკმაყოფილებას ან ოპტიმიზმს, როგორ თარგმნი პოლიტიკურ პროგრამაში და პოლიტიკური პროგრამის ნაწილი არის სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მაგრამ ერთადერთი არ არის პოლიტიკური პროგრამის ნაწილი, სხვა რაღაცას არის. ანუ სხვა რაღაცებიც უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ხო, რომ მაგალითად არა მხოლოდ სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, არამედ პატიმრები უნდა გამოუშვან. კი ბატონო, პირველი კითხვა სწორედ ეს არის, რაც რომ დასვა, ხო, თუ რეჟიმი არათავისუფლებს პატიმრებს, არ წყვეტს საქმეებს პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენც არ დაგიჭერთ და ხალხს რას ეუბნებით, თუ სუსტი ხართ და რეჟიმს საფრთხეს არ უქმნით, მაშინ რატომ უნდა იყოს თქვენ? ანუ გარანტია ყველა კითხვა საერთოდ რისი გარანტია აქვს ამ ქვეყანაში? ერთ-ერთი გარანტია, რაც ადამიანს აქვს ცხოვრებაში, არის ის, რომ ის მოკვდება. სხვა გარანტია არავის არაფრის არ აქვს. ერთადერთი რაც ყველა ადამიანმა იცის, არის ის, რომ არსებობს გარდაცვალება, არსებობს სიკვდილი, მაგრამ ყველაფერი დარჩენი არის შესაძლებლობა, რომელიც მაგრამ სანამ ცოცხალი ვართ, ალბათ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გავიხანგრძლივოთ ის განათლების საკითხებზე. გადავიდეთ. უფასო სწავლა იყო ამ ხელისუფლების დაპირება მრავალი ახალგაზრდისთვის, რომლითაც არსებობს ეჭვი, რომ გააჩერეს ახალგაზრდების პროტესტი, ჯენზი გააქრეს საპროტესტო მუხტიდან და ასე შემდეგ. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუ სტუდენტი კარგად ვერ ჩააბარებს გამოცდებს პირველი სემესტრის შემდეგ, მას დაფინანსება ეხსნება. გაცილებით უფრო მეტი დეტალი თქვენ როგორც განათლების სპეციალისტს გესმით ამ ტექნიკურ საკითხებში, ამ დაპირებებში, რა საფრთხეს ხედავთ და სად არის ის ტყუილი, რომელზეც როგორც სტუდენტები, ისე განათლების სპეციალისტები საუბრობენ აგვიხსენეთ. ხო, მე მთავარ პრობლემას ხედავ პროცესში და არა გადაწყვეტილებას კონკრეტულ შინაარსში. პროცესის პრობლემა არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ აი ეხლა გამოაცხადონ, მას მერე რაც ხალხმა გამოცდები ჩააბარა და რეგისტრირდა გამოცდებზე გადაწყვეტა, რომ უნივერსიტეტში ჩააბაროს, ეხლა ჩააბარა უკვე მიიღეს ნიშნები და ეხლა ეუბნებიან რა პირობებით დააფინანსებენ. ანუ ეს პირობები სამართლიანიც რომ იყოს, თავისთავად არის უაზრობა, როცა ესე აკეთებ და როდესაც მე რაღაცა გედმაღლურად ელაპარაკები, რომ თქვენ ვინ გეკითხებათ საერთოდ, ან როგორ ბედავთ, რომ ამაზე რაღაცა ეჭვი გაგიჩნდათ, რომ ხო არ მოგვატყუეს და ასე შემდეგ. ანუ ეს აღწერს ქართული ოცნების დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ბატონები, რასაც გვინდა, როცა გვინდა მასში გადავწყვეტ და თქვენ უნდა შეეგუოთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ჩემი აზრით პრობლემა, იმიტომ რომ იმდენად სარისკოს ხდის მათ ყოფნას ხელისუფლებაში ყველასთვის, რომ არავინ არ იცის რა ელის ხვალ. მაგალითად, პროფესორებმა არ იციან, ექნებათ თუ წაიკითხავენ თუ რა კურსებს, მათი პროგრამები შენარჩუნდება თუ არა. სტუდენტებმა არ იციან, მაგალითად, ახალი პირობები შემოვა თუ არა 2 თვის მერე. შეიძლება ერთი სემესტრის მერე უთხრან, რომ 50%-ს კი არ შეგინარჩუნებთ, 25% შეგინარჩუნებთ. ან მაგალითად, ეხლა დისკუსია არის იმაზე, ანუ უბრალოდ ეუბნებიან სტუდენტებს, რა შემთხვევაში დაკარგავენ ისინი ნახევარს სახელმწიფო დაფინანსების. მაგრამ არ ეუბნებიან, რა შემთხვევაში აღიდგენენ. მაგალითად, ეს არის საზოგადოებამ, რომ თუ 80%-ის ანუ თუ კურსების კი არა კრედიტების 80%-ს ნაკლებს დააგროვებს სემესტრში, მაშინ დაკარგავს. მაგრამ 80%-ის აღდგენა არ უშველის ამ დაფინანსების აღდგენაში 100% უნდა აღადგინოს იმისთვის, რომ მიიღოს. ანუ აღდგენა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დაკარგვა. გადაწყვეტილება და არიან თუ არა ქვეყნებში და მუშაობს ეს. ხო და რას აჩვენებს ის, რომ მაგალითად დაკარგვა სახელმწიფო დაფინანსების უფრო მარტივია, ვიდრე აღდგენა. აჩვენებს იმას, რომ ესე იგი ინტერესი არის, რომ დაკარგოს და არა აღიდგინოს და ამას აღწერენ როგორც აი ხა ჩვენ мотивაციას. ანუ მოატყუეს აბიტურიენტები და სტუდენტები მორიგ ჯერს. მე არ ვიტყოდი რომ მოატყუეს, იმიტომ რომ პირობით მიცემდნენ უფასოს თუ უპირობოდ მიცემდნენ, ამაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი. მე გონია რომ უბრალოდ სპეციალურად შეინარჩუნეს ბუნდოვანება იმისთვის რომ მე თავისუფლება ქონოთ რომ გადაეწყოთ. ეს არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. როდესაც არ თulis საზოგადოებას არათუ ღირსად რომ თავიდანვე აუხსნა საერთოდ რასაპირო, არამედ ჩართო
ხო, ანუ ნორმალურ პირობებში, აი ნორმალურ, აი დემოკრატიულ საქართველოში, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, საზოგადოება იქნებოდა ამ გადაწყვეტილების განხილვაში ჩართული და მერე იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება. ეხლა პირიქით არის, ჯერ იღებს გადაწყვეტილებას, მერე ჩვენ განვიხილავთ მათ გარეშე და ისინი ზემოდან გველაპარაკებიან, რომ თქვენ საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? ახლა ჩვენ ამას ხო თქვენთვის ვაკეთებთ. რატო ხართ უკმაყოფილოები, რატო ხართ უმადურები? ხო, ანუ აი მაგალითად დუშანის სინდრომის მქონე ბავშვების შემთხვევაში რა მოხდა, ხო? საზოგადოებამ აიძულა ხელისუფლება, რომ ეყიდა წამალი და ეხლა ითხოვენ მადლიერებას საზოგადოებისგან, რომ რატო არ ხართ მადლიერები, რომ ჩვენ დაგემორჩილეთ თქვენ ამდენი ბრძოლის შემდეგ. და დაახლოებით ესეთივე რაღაცებს აკეთებენ განათლებაში. აი ხა მაგალითად განათლების მინისტრი ლაპარაკობდა ნახევარ წლის განმავლობაში იმას, რომ ჩვენ გავყიდით შენობებს, ეხლა ამას ვინ გითხრათ, რომ შენობები უნდა გავყიდოთ? ან ამბობდა, რომ აი პროფესორები იქნებიან, რომლებსაც 10,000 ექნებათ ხელფასი უნივერსიტეტებში, ეხლა ამას რომ ჩვენ რა შუაში ვარ, უნივერსიტეტებმა დააფინანსონ ეს ხელფასები და არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ესეც თქვა, ჩვენ როდის თქვით, რომ იმ 50%-ს დაგიფინანსებთ? არაფერი არ არის ამათგან გამორიცხული და სწორედ ამიტომ დაისვა გაგრძემის დასაწყისში შეკითხვები, რაც მოვისმინეთ ზურაგერჩისგან. ბოლო შეკითხვა მაქვს, თქვენ როგორც განათლების რეფორმის ერთ-ერთ ავტორს გეცოდინებათ ეს როგორ ხდება? ზვიად ცეცხლაძის პოლიტპატიმრის პრობლემას იცნობთ ალბათ. დღეს მისმა ოჯახმა ხმამ ახლა ილაპარაკა, რომ მას ლექციებს არ აწვდიან და არ აძლევენ სწავლის შესაძლებლობას. ვიცით ზვიადი, რომ ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ახლა იმის შანსსაც კი არ აძლევს საკუთარი უნივერსიტეტი, რომ მიაწოდოს ლექციები, მაშინ როცა ციხე ამბობს, რომ კი ჩვენ მზადა ვართ, რომ მეხსიერების ბარათი შეაერთოს ტელეფონში და ტელევიზორში და მოусმინოს ლექციებს. რა ხდება ამ თვალსაზრისით? ანუ სჯიან ამ ადამიანს თუ რა შანსი აქვს მიიღოს სრულფასოვანი განათლება? სრულფასოვანი თუ არა ნაწილობრივი მაინც, რასაც ითხოვს პატიმარი უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი. ჩემთვის არის ტრაგიკული ის, რომ დიდ სურათში თუ შევხედავთ, ხელისუფლება ამცირებს სტუდენტების რაოდენობას უნივერსიტეტებში და ზრდის ციხეში. ანუ ციხეში ყავს არა მხოლოდ ზვიად ცეცხლაძე, არამედ ყავს დავით სტურუა, ყავს არჩილ მუსელიანცი, რეზო კიკნაძე და სხვაებიც, რომლებიც არიან ძალიან მონდომებულები, ხო, იმისთვის რომ განათლება მიიღო. ანუ ნორმალურ ქვეყანაში, რომელიც აუცილებლად იქნება ამ ქვეყანაში, ისინი იქნებოდნენ დაკავებული სტუდენტური საქმეებით. ანუ მე მგონია რომ პროტესტის სტუდენტის საქმეა და კარგი იყო რომ ჩართულები იყო, მაგრამ ეს არ არის მათი ადგილი, სადაც დღეს არიან და ის რომ ადამიანს უწევს ბრძოლა იმისთვის რომ მიიღოს განათლება, ეს არის, რა ვიცი, საკუთარ მომავალზე უარის თქმა, იმიტომ რომ ჯერთი საქართველოში არის უზარმაზარი რაოდენობის ნიჭი, რომელიც არის ადამიანებში, ხო? ეს ნიჭი უნდა გამოიყენო იმითი, რომ მათ მიცეს შესაძლებლობა, რომ ეს თავიანთი გონებრივი და რაღაც სულიერი შესაძლებლობები გარდაქმნან ცოდნაში, საქმიანობაში, რაღაცა შემოქმედებით საქმიანობაში თუ ბიზნესში, პოლიტიკურ საქმიანობაში და სხვა. და იმის მაგივრად, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ განივითაროს ეს ხელისუფლება და ასევე მათ დაქვემდებარებაში მყოფი უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და სხვაებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ესე არ მოხდეს. მაგალითად, ხელისუფლება როცა ამცირებს სტუდენტების რაოდენობას უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი იმას კი არ ამბობს, რომ ეს ცუდი იქნება საზოგადოებისთვის. არამედ ამბობს, რომ აი, რამდენი ხანი ველოდებოდით ასეთ კარგ რა გამოსავალი არსებობს ახლა ზვიადისთვის კონკრეტულად რომ თქვა? მე მგონია ეს საჯაროება მნიშვნელოვანი არის და სოლიდარობა უნივერსიტეტებს არ მართავენ ერთი ადამიანები, არსებობს კოლეგიალური ორგანოები და მე მგონია რომ პროფესორების ხარდაჭერა აუცილებელია. მე ეჭვმეპარება რომ იურიდიულ ფაკულტეტის პროფესორების ესე იგი სრული შემადგენლობა მას ასე ვთქვათ არ იყოფათ გამბედაობა? არა, გამბედაობაზე არ არის. მაგალითად ირაკლი კობახიძე იყო ერთ-ერთი პროფესორი ამ ფაკულტეტის და მაინც რაღაც დიდი შტაბ-ჭდილება ამ ფაკულტეტზე არ მაქვს. და სტუდენტებს. მაგრამ მადლობა.